გამარჯობა. წინა ეპიზოდში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ჭკვიან სათვალეებზე და გავეცანით თუ რა მიდგომა ერთია მეტას და ოქლის პირველი კოლაბორაციის შესახებ. თუ კი გინდათ მეტი გაიგოთ, აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოს. ეხლა კი მოვიდა დრო ვისაუბროთ Xiaomi Smart Audio სათვალეებზე, თუმცა სანამ ჩვენს განხილვას დავიწყებთ, შეგახსენებთ გამოიწეროთ ზუმერის არხი, რათა არ გამოტოვოთ ტექსტი ახლებები. როგორც იცით, ჭკვიანი სათვალები ერთგვარად მომავლის გაჭედია და სხვადასხვა ბრენდს სხვადასხვანაირად წარმოუდგენია ამ გაჭედის ადგილი ჩვენს ყოველდღიურობაში. Xiaomi-ის შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მისი ჭკვიანი სათვალე ყოფილიყო პრაქტიკული და ინოვაციური. ბრენდის მიდგომებიდან გამომდინარე, Xiaomi ჩაეჭიდა მარტივი ამოცანის ამოხსნას, რაც ჭირდება მომხმარებელს ამ კონკრეტული პროდუქტისგან. შესაბამისად, მივიღეთ მინიმალისტური დიზაინის სათვალე, რომელშიც ჩაშენებულია მოწინავე ტექნოლოგია. სათვალეს აქვს ელექტროქრომული ლინზები, რომლებიც რეაგირებს განათებაზე და გამჭვირვალიდან გადადის დაჩრდილვის რეჟიმში. მას აქვს 12 მეგაპიქსელიანი ultra-wide კამერა და მეტასგან განსხვავებით მას აქვს 4:3 ფორმატის მხარდაჭერა. შესაბამისად, შეგიძლიათ გადაიღოთ კონტენტი ჰორიზონტალურად. აღსანიშნავია, რომ Xiaomi სათვალების შემთხვევაში ვიდეოს მაქსიმალური ხანგრძლივობა 45 წუთია და მას აქვს 2K რეზოლუციაც, რაც იდეალურია სტრიმინგისთვის. Xiaomi Smart სათვალები ასევე გთავაზობთ რეალურ დროში თარგმანს. მას ჩინურთან ერთად 10 სხვა ენის მხარდაჭერაც აქვს, თუმცა ჩამონათვალში ქართული ჯერჯერობით აქაც ნეტა ვინდა ასწრებს ქართულის დამატებას. სტანდარტული მოხმარების დროს სათვალის ელემენტი ძლევს 8 საათი და ცოტა მეტით. თუმცა მეტასგან განსხვავებით ამ მოდელს кейსი არ მოყვება და იტანება ჩვეულებრივი Type-C კაბელი. მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ Xiaomi-ის მოდელი შედარებით ბიუჯეტურია და შესაბამისად მისი ფუნქციები დაბალანსირებულია ხელმისაწვდომი ფასით. ან ყოველთვის შეგიძლიათ შეეძინოთ power bank-ი და მისი საშუალებით დამუხტოთ სათვალე. აღსანიშნავია, რომ კონკურენტებთან შეტარებით Xiaomi სათვალე ერთ-ერთ ყველაზე მსუბუქ მოდელს გთავაზობთ Smart სათვალების კატეგორიაში, რომელიც დაახლოებით 40 გრამ სიძველის. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოდელი გათვლილია ყოველდღიურ მოხმარებაზე, ეს ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია. Xiaomi სათვალებს აქვს ღია აუდიოს 5 სპიკერიანი სისტემა, ხმაურიან ადგილებში კარგად იჭერს ხმას და თავისი ეგრეთ წოდებული შებრუნებული ხმოვანი ველის საშუალებით თქვენი პირადი ქოლები უფრო იზოლირებულია. ამ მოდელში AI ფუნქციები საკმაოდ დახვეწილია და სათვალე შეგიძლიათ დააკავშიროთ სხვადასხვა AI ასისტენტთან. მაგალითად, სათვალე შეგიძლიათ გკითხოთ, ეხლა რას ვუყურებ და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით კონკრეტულ საკვებზე, მცენარეზე ან ნივთზე. მას შეუძლია მიმართულებების ვიზუალიზაციაც, რაც გეხმარებათ ნავიგაციაში. თუმცა ეს ფუნქციები ყველაზე სრულყოფილად ჯერჯერობით მაინც მხოლოდ ჩინურ ენაზე ოპერირებს. ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ ვითარდება და პროგრამულ განახლებასთან ერთად კიდევ უფრო დაიხვეწება. სათვალის ჩინური ვერსია იმართება Xiaomi Glass-ის აპლიკაციით, თუმცა საქართველოში სათვალე შეგიძლიათ მართოთ Xiaomi Home აპლიკაციიდანაც. Smart სათვალის ინტეგრირება შესაძლებელია Xiaomi ჭკვიანი სახლის ეკოსისტემაში და მისი დახმარებით თქვენ უკვე ხმოვანი ბრძანებით შეძლებთ სახლის მართვა. Smart სათვალების სტეკით ბრენდები ცდილობენ გარღვიან დაწესებული ლიმიტები. Xiaomi-მ შემოგთავაზა ბიუჯეტური და ფუნქციონალურობაზე ორიენტირებული ალტერნატივა, რომელიც დაგეხმარებათ ყოველდღიურ დავალებებთან გამკლავებაში. თუ კი აპირებთ ამ სათვალების ინტეგრაციას თქვენს ყოველდღიურობაში, თვალი ატევნეთ ზუმერის არხებს, რათა არ გამოგჩეთ Xiaomi-ის ჭკვიანი სათვალების გამოჩენა მის ფილიალში. კარგად!